დათვისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. მანდა დანო დღეს უკვე მოსამზადებელი კვირა არის მეზვერე და ისა დღეს არის უცხებელი შვილის კვირა. ნუ ეს იგავი არის ცხოვრებისეული. ამ ქვეყნად დავიარებით თუ ქრისტეს გარეშე დავდივართ, მივდივართ ამ უძღები შვილის დონემდე ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის აღმოჩნდა და მე თუ ხარ ჭკვიანი ადამიანი, თუ ხვდები რა საზიზრობა, რა საშინელებაა ეს ქრისტეს გარეშე ცხოვრება, მე უბრუნდები და მოდიხარ ეკლესიაში. ჩვენ დღეს არ შეიძლება გავიხსენო დავით აღმაშენებელი. დღეს დაემთხვა დავით აღმაშენებლობა დღეს და არ შეიძლება ჩვენ რაღაცნაირად არ შევეხოთ ამ უდიდეს წმინდას, უდიდეს მეფეს, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და დღეს რო ვართ ასე ჩვენ განლაღებული და ვართ კარგად და მართალია ბევრი მიწაწყალი ჩამოგვაჭრეს, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვართ, გვაქვს რესპუბლიკა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეს ყველაფერი დავით აღმაშენებლის დამსახურება. ესე იგი მემატიანე ჩემო ძვირფასებო ამბობს შემდეგს, რომ როდესაც დავით აღმაშენებლის ცხოვრებას ყვებიო და ვკითხულობო, მაშინო სასაცილოდ მიმაჩნიაო ყველა ძველი დროის მოყავს ჰომეროსიდან აქილევსის დიდება, შემდეგ ოდისეის დიდება, ძველი ამბები, ძველი ბრძოლები, ძველი ომები, ასევე ძველი აღთქმის ომები, ძველი ისტორიის ომები, ბრძოლები და ეს ყველაფერი მიმაჩნიაო სასაცილოდო დავით აღმაშენებლის ბრძოლებთან, ბრძოლებით საქართველოს გასწია მაშინ. იმასთან შედარებით სასაცილო არის ყოველი ბრძოლა და ჩემო ძვირფასებო უპირველეს ყოვლისა მოყავს დიდგორის ომი. ეს ჩვენი დიდება, დიდგორი, ჩემო ძვირფასებო, მე-12 საუკუნეში და საინტერესო რა არის, რომ ჩვენ დგავართ დიდგორის ძირში, ასე ვთქვათ, აი რომ მოყვებით ზემოდან რო ახლა გადმოხედოთ დიდგორი სადაცაა, რომ წამოხვიდეთ, ასე აი ჩვენ დაძარია აქ. და საინტერესოა, რომ მემატიანი ამბობს, რომ აქილევსის ბრძოლაო, ესე იგი ტროას ბრძოლაო, ტროას ომი, ტროა რო აიღეს, გაგრძელდა 28 წელი და ჰომეროსიო აქილევს აქებსო, ხოლო დავით აღმაშენებდა ის იყო ქალაქი, ნუ სახელმწიფო ქალაქი, ქალაქი მაინც, ტროა ქალაქი. ქალაქი ვერ აიღეს 28 წლის გამო აქილევსის მონაწილეობა. გამიგეთ და აქებს აქილევსო და დავით აღმაშენებელმა ქალაქი კი არა, მთელი მსოფლიოს მუსლიმთა კოალიციას ქართველებმა კუდი თქვა ვასრული. და იცი რამდენი იყო? რამდენი იყვნენ? 800,000 არაბეთის, თურქეთის, სპარსეთის და სხვათა ამირათა ჯარი. 800,000. მე იქ ისტორიკოსები ამბობენ ამდენიო რომ არავითარ რაღაცა, მაგრამ ყველა დადის 600,000. 600,000 ნახევარ მილიონზე მეტი ცოტა.
მაგრამ ისტორია ჩვენ მოგვითხრობს 800.000 და აღივსო მანგლისისა და დიდგორის ხევებიო მთლიანათო ისე რომ ვეღარც გაივლიდიო იმდენი ხალხი მოვიდა მუსლიმები და ჩვენ ვიყავით 80.000 უფრო ნაკლები 80.000 და მე ვამბობ ყველაზე გაწელილი რაც არის იქითაც და აქეთაც ეს არის 800.000 და 80 და ცოტა ესე და შემოკლებულად 45 ჩვენ ვიყავით და 600.000 ისინი. ნუ მაინც დიდი არ აქვს ამას არავითარი მნიშვნელობა. ისეთი ჯარი იმდენი შემოვიდა ამ ჩვენთან და თუ 28 წელი მოანდომაო ტროას ბრძოლასო ბერძნებმაო აქო 28 წუთში დამთავრდა ყველაფერი 28 წუთში შემოწმებას. ნუ აქ ძლევა ის საკვირველი ქვია ამ ბრძოლას რადგან წმინდა გიორგიო ხილულად გამოეცხადაო ქართველების ხარესო დადგაო და ხილულად იბრძოდაო და შეშინებული ეს ამხელა ჯარი უკან გამოიქცა და დაედევნენ ქართველები და მემატენი ამბობს 3 დღე 28 დღე 28 წელი ტროას ომი და 3 დღე ეს ომი 3 დღეს გულისხმობს იქ 28 წუთში დავამთავრეთ ყველაფერი მაგრამ უბრალოდ როცა დაედევნა ქართველები ხოცეს ბოლომდე საზღვრებამდე საქართველოს გასცილდე საზღვრებამდე სხვათა შორის ჩვენ ძალიან ბევრი გამოვიკვლიეთ და აუცილებლად გამოქცეული მუსულმანთა კოალიცია აი აქ ჩაივიდა ჩვენი ტაძარი იქ სადაც გამოქცეული მტერი სადაც გამოიქცა და ყველა ადგილზე სხვათა შორის წმინდა გიორგია აუცილებლად იქნებოდა სოფელი დიღომი სადაც თავშიც და ბოლოში წმინდა გიორგის ტაძარია აი აქ ეხა ჩვენ მხარესაც ესენი გამოიქცენ აქაც წმინდა გიორგის ტაძარია და ამის შემდეგ ამ ბრძოლის შემდეგ ესე ხილულად რო შეეწია წმინდა გიორგი საქართველოში მომეტებით აშენებდნენ წმინდა გიორგის ტაძრებს და ყოველი მემატენამოს ყოველი მთა და ბორცვი დამშვენებული იყო წმინდა გიორგის ტაძრი ისეთი რა თქმა უნდა ქართველების მადლიერების გრძნობა ჰქონდა ამ ბრძოლის შემდეგ სასწაული მოხდა მაგრამ სულთანს რომ მოუყენეს ამბავი რომ აი ესეთი ამბავი მოხდაო სულთანმა იფიქრა რომ ესო ალბათ ტყეში მოხდაო და იმიტომ ტყეში რა დაქანება იყო რა თავის ის გამოიტანა და თავი შეკრიბა ჯარი ვინც იყო დარჩენილი იმიტომ რომ ეს დიდი სირცხვილი იყო მათი ძალიან დიდი სირცხვილი და ესე იგი შემოვიდა აქეთ საქართველოს ტერიტორია არ იყო ეს ქალაქი შამახი აიღო შემოვიდა და მეფეს შეუთვალა დავით აღმაშენებელს შეუთვალა რომ შენო ტყეებისა და მთების დამალული ხარო და შიშარა ხარო და იქ იბრძვიო და იქ იგებო თორე აბა გამოდი ველზეო აბა გამოდიო და დავით აღმაშენებელი 50,000 კაცი შეკრიბა და დიდი სისწრაფი წამოვიდა ხოლო როდესაც სულთანმა დაინახა ეს ნუ ახლა 50,000 ხმალა მოღებული ქართველი რომ წამოვა ახლა ჩვენ ქართველები ვართ ჩემო ძვირფასებო ღრიალი და ყვირილით მოკურცხლა უცებ და ძვლივში აღწია ქალაქს და ჩაიკეტა და დავით აღმაშენებელსო არა სულთნურათო და მეფურათო არამედ მონებრე ხვეწებოდა ოღონ გამიშვი აკეთა გამიგე და ბოლოს ღამით გაიპარა და გაიქცა დავით აღმაშენებელი ჩვენ საქართველოს მაშინ აკონტროლებდა აი ესე იგი ყივჩაღები ხო გადმოიყვანა და რუსეთთან მოლაპარაკება რო ქონდა დავით აღმაშენებელი ჯარით თავი კომისია რომელიც გაგზავნა რუსეთთან მოსალაპარაკებლად ყივჩაღები გამოსულ ყივჩაღებთან და რუსებსაც მოელაპარაკა ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიის იქით მე უკვე ტრამალები და ველები რო იწყება დიდი რუსეთის იქით მიმოსვლა იყო სულ თავისუფალი იმდენად ვაკონტროლებდით ყველაფერს გამიგე ჩრდილოეთში აქეთ ზღვა იყო შავი და იქით კასპიის ზღვა ამასაც სულ ვაკონტროლებდით ხოლო სამხრეთით ჩემო ძვირფასებო ტრად ქმნილი იქნაო ჩვენ ფეხქვეშ სპარსეთი მემატიანე
ანუ სპარსეთში გავდიოდი, შემოდიოდი, ეხლა ამერიკა რო ებრძვის და ვერ დაუმარცხებია, მაშინ საქართველოს მტრად აქცია სპარსეთი შემოძვიფას. ერაყში მერე უზარმაზარ ფულს აგზავნიდა პალესტინაში, ოქროს, ვერცხლს, თვალმარგალიტებს. დავით აღმაშენებელი აღავსებდა ყოველ მონასტრეს. ანუ ქვემოთ სამხრეთითაც სულ ისეთი მიმოსვლა იყო, რომ ჩვენ წინ ვერავინ ვერ გიგებოდა. გამიგე? სრულიად აკონტროლებდა დავით აღმაშენებელი ყველაფერს, რაც კი უბრალოდ ეხა იქით რუსეთს პარტიის წემდა, როგორც მართლმადიდებელ ქვეყანას და იქ არ შევიდოდა დასაფრობად. ასევე პარტიის წემდა ბიზანტიას და ბიზანტიის, ესე იგი, ბიზანტიის იმპერატორი ყავდა როგორც თანამეინახე, ესე იგი, ანუ როგორც ის კი არა რომ იმპერატორი იყო, არამედ როგორც ოჯახის წევრი, გამიგე ისეთ საპატიო ცენტრი. აი ესეთი ქვეყანა იყო, ესეთ ქვეყანას ასეთ მივახციეთ ჩვენო ჩემო ძვირფასებო და ესე იგი აი ნახე როგორ აღწევს ეს უკვე თქვით, მაგრამ მაინც ძალიან სახალისო და მშვენიერია და დიდება ჩვენ საქართველოს. ყოველი სიმრავლე რომ მოვიდნენ დიდგორზე არაბეთისა, ყოველი სიმრავლე არაბეთისა, გესმით თქვენ? სპარსეთისა, თურქებისა და სადაცა იყო ყოველი ამირები, ბარდავისა, განძისა და სხვათა შეკრბეს ესე ყოველნი შეითქვეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლით აღივსო ქვეყანა ტრიალეთისა, მანგლისისა და დიდგორისა, რომელთა ფეხთა ზედა ვერ აეტეოდა ამათ ადგილთა, რამე თუ პირველსავე ომსა, როგორც კი მოხდა შეტაკება, გააქცია მათი ბანაკი, რამე თუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდა ფარვიდა მას და წმინდა გიორგი მოწამე განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა უძღოდა მას და მკლავითა თვისი და მოსვრიდა უშჯური. 53 წელი იცოცხლა დავით აღმაშენებელმა და იმეფა 34 წელი და ამ 34 წელს აი ძალიან მოკლე ექსკურსით რაც თქვი გააკეთა ის რაც გააკეთა 34 წლის განმავლობაში. მაგრამ მემატიანი ამბობს, რომ ეს იყო საოცარი კაცი, რომელსაც დიდი მოწყალე კაცი იყო, წყალობა გლახაკთა ესევდნენ, აქუნდა, იმდენად ეწოდებოდა გლახაკები და ისეთი აქუნდა, რომ აღავსო ზღვა და ხმელი, ქველი საქმე მან მისმა რამე თუ ლავრანი, საკრებულონი, მონასტრები არა მარტო საქართველოს, არამედ საბერძნეთისა, ბულგარეთისა, ასურეთისა, კიპროსისა, პალესტინასი, მაშინ უკვე გაყოფილი იყო ევროპა, თორე ევროპასაც აღავსებდა, ისინი უკვე ლათინები იყვნენ. კათოლიკე და უფროსღა საფლავი იესო ქრისტესი და მყოფნი იერუსალიმისი განამდიდრა და კვალად მთასა სინასა აღაშენა მონასტერი და წარსა ოქრო გულები მრავალი ათასეული და ვინ აღრიცხოს თვინიერ ღვთისა. მოძღვარსა თვისა იოანე კათალიკოს პატრიარქს მიცა 24,000 დრაკანი, რაც ნუ ასე ძალიან პრიმიტიულად რო თქვა, ჩვენი გამოთვლით 1 მილიარდი ამერიკული დოლარი თქვა. გამიგეთ ჩვენ და კათალიკოსი არიგებდა გლახაკებს. უამრავი ეკლესია აღაშენა, მრავალი ხიდი, გზანი ქვაფენილიანი, რამდენი წარმართი მოაქცია ქრისტეს ჯულსა, თითქოს ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმა და მიაკუთვნა ღმერთს, რომლითა მიიღო მათი მოციქულებისა ვითარცა პავლე და დიდი კონსტანტინე. დიდი სიყვარული ჰქონდა პავლე მოციქულისადმი, ჩემო ძვირფასებო. ეხლა აქ გაძღომა იწყება, მე ძღები, თქვენ ძღებით და მე ვეღარაფერს ვიტყვით, ამიტომ ბევრს გამოტოვდა რაღაცა თავარი კიდევ რაც არ გამოვჩეს, მინდა რომ ესე იგი წავიკითხო, რამე რო არ გამოვჩეს საინტერესო ადგილებმა. ესე იგი
ხო, მემატიანი ამბობს, რომ სასწაული ნიჭი მიიღო ღვთისგანო, სასწაული ნიჭი მიიღო ღვთისგანო, თუ რა ხდებოდაო, იქით ყველა მთელი საქართველოს მასშტაბით თავადები, ყველას ფიქრები მოუზრდიოდა თავში, მაგრამ აინტერესებდა, რომ არ ეღალატა თავადებს, აზნაურებს, თუ რამე ცუდი მოვიდოდა, აი სიტყვაზე ვამბობ, თქვა აფხაზეთში ვიღაც თავადს მოვიდოდა ცუდი აზრი, რომ დავით აღმაშენებელი ვინ არის და რა დაიბარებდა და ეუნებოდა მარტო თვითონ რო იცოდა ის აზრები, შენ ეს რატო თქვი, ის რატო თქვი, ესო და გაუგნებული იყო ხალხი და ისეთი შიში იყო, ფიქრშიც კი აღარ უშვებდნენ დავით აღმაშენებელზე რამე ცუდის თქმას, არამედ თუ აღარ ლაპარაკობ. გამიგეს? გესმით თქვენ რა ნიჭი ქონდათ? აი ბერი ვალერი რო თქვი, მე რომ მითხრა რომ ათონზე ცხოვრობდა ბერი ვალერი და მან მითხრა რომ ესე იგი სიოფორი არ დალიო, სიოფორიო, ესე იგი რაღაც დამინიშნა ესე თქვა მარხვასავეთ და არ დალიო სიოფორი, ასე მკაცრად იმარხეო 18 დღეო და მე ვიფიქრე რას გაიგებს ის იქა და სიოფორი დავი. 5 წუთში მოდის დაურეკა ერთ კაცს, მოდის ის კაცი და მეუნება რომ ვალერი მითხრაო რატომ დალიე სიოფორი გაუგდე. აი ესეთი მადლი ქონდა დავით აღმაშენებელს. გამიგეთ? დავით აღმაშენებელი ეს ახალგაზრდებს განსაკუთრებით წიგნის ისეთი მოყვარული იყო ჩემო ძვირფასებო, რომ ომის ბრძოლის დროსაც, როდესაც ბრძოლაში მიდიოდა, აქლემები და ვირები ხურჯინ გადაკიდებული წიგნებით სავსე მოხვებოდა უკან. და ბრძოლის შემდეგ დასვენება რო იყო, თვითონ კითხულობდა თუ დაიღლებოდა სხვა საკითხებდა. განსაკუთრებით უყვარდა საქმე მოციქული და წელიწადში აღნიშნავდა 24 ჯერ ქონდა წაკითხული. 24 ჯერ. სხვა წიგნები სხვა იყო, ხო კითხულობდა, გესმით თქვენ? ბიბლიოთეკა დაყვებოდა თან. ბიბლიოთეკას, ამიტომ წიგნები, ჩემო ძვირფასებო, წიგნებთან ურთიერთობა ეს საოცარია, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, წმინდა წიგნები. ჩვენ ხო ბაძავთ წმინდანებს, ჩვენთან სახში, ჩემო თახში ბიბლიოთეკა მაქვს 1000 წიგნია. ქვემოთ სარდაფში 500 წიგნი. კიდე ერთი მეორე სარდაფია, იქ ერთი 200 წიგნი მაქვს. აქ დაახლოებით ჩემს ოთახში დაახლოებით 700, ნუ 500 წიგნი ნამდვილად არის. გამიგეთ? ჩემს მანქანაში ყოველთვის პატარა ბიბლიოთეკა მაქვს, რამოდენიმე წიგნი არის. ხელთ და ჯიბეში პატარა წიგნები მაქვს, განსაკუთრებით პავლენი, სულ აი ამ წიგნებთან ერთად ასევე უნდა გააკეთოთ თქვენ დავით აღმაშენებელს მივბაძოთ, წიგნებთან უნდა კონდეს ურთიერთობა. ერთი დღე რო გავიდეს წიგნის გარეშე, ჩათვალეთ რომ ტრაგედია. და დავით აღმაშენებელი ნადირობის დროსაც, როდესაც უკვე გავეკიდებოდითო ნადირს, თქვა ტახს სიტყვაზე, ხო? რო გავეკიდებოდითო, უკვე რო დაძრავდაო ცხენსო, სანამ დიდი სისწრაფი დაძრავდაო, ისევ წიგში იყურებოდაო, ისევ წიგს კითხულობდაო. მომეტებულად რა თქმა უნდა წიგნების ასულიეროზეა, ლაპარაკობდა წმინდა მამათა ცხოვრებაზე. ხოლო როდესაც უკვე ძალიან სწრაფად დავძრავდით ცხენებსო, შეუძახებდითო მეფეო, იმიტომ რომ საში იყო ხო დიდი ძალი ჭენება ცხენის და თან კითხვა არ გამოვიდოდა და მერე დახურავდაო და მერე მიდიოდაო. მოისარი იყო ისეთიო, რომ ძველ მეომრებს იხსენიებს, რა აქილევსი, ვის აქილევსი, ისეთი მეომარი იყო, რომ საოცრება ხდებოდაო, სადაც ისარს გაუშვებდა, ყოველთვის ნადირს ან ფრინველს ესე იგი მოარტყავდაო. ისეთი მოისარი იყო, საოცარი. და დავით აღმაშენებელი კიდევ ერთი საინტერესო რამ მაქვს, არ გამოჩენს. ხო, ეს რაც თქვით, ესე იგი საოცარი რამ იყო, იხილოს, ხო. და ნუ მე მოყავს ახლა აღარ წავიკითხავ ამას, ნაბუქოდონოსორის დანიელის წიგნში, ნაბუქოდონოსორის სიზმარი იცით თქვენ და ეს არის საქართველო მემატიანი ეძახის და ეს არის დავით აღმაშენებელი. თუმცა, მოდი წავკითხოთ ძალიან საინტერესო, რადგან დავით აღმაშენებელს და ბერძნულ აღთქმაში ეს ედრება სიზმარი ესეთი იყო, დედამიწის შუაში ხე დგას დიდი სიმაღლის. გაიზარდა ეს ხე და გამაგდა. მისი კენწრო ცასვლებოდა, დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა,
ფოთლები შვენიერი ქონდა და ნაყოფი უხვი, მასზე ყველასათვის იყო საზრდო, მინდვრის ხეცები, მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს და მის ტოტებ ქვეშ მზის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდნენ ყოველი საზრდოობდა ყოველი ხორციელი. აი ეს არის შედარება დავით აღმაშენებლის და საქართველოს ჩემო ძვირფასებო და მე მგონი უკვე ძალიან ბევრი მაქვს კიდე, მაგრამ გავძეხით ერთი რამ მინდა ორი და დავამატოთ. ესე იგი, ჩვენი მრევლი არ შეიძლება ამას არ შევეხოთ, იმიტომ რომ ბევრმა ნახა. პანდემიის მერე ოღონ არ გამოჩენილა, მე ვლოცავ ამ ქალბატონს როგორ შეიძლება ეხლა არ დავლოცო და მერთმა მოიყვანოს ისევ. უცებ ხედავთ ეპისკოპოსი ჩვენი აქ ჩვენი რა ქართველი კათოლიკე ლათინელების ეკლესიის წარმომადგენელი აზიარებს და მე გამოდის და ამბობს რომ მე მივიღე კათოლიკობაო, იმიტომ რომ ჩემს ინტელექტს არ აკმაყოფილებ და მართლმადიდებლობა. ესე იგი პროფესორი ქალი რას ამბობს ჩემზე? ეს ნიშნავს იმას, ჯერ საერთოდ ჯერ რამხელა პარტავნება შენი წინაპრების რელიგიას და რომელ რელიგიას, კაცო, ღვთაებრივ ქრისტეს რელიგია. ეს რამხელა შეურაცხყოფა, ჩემო ძვირფასებო, საქართველოს საერთოდ. მე ჯერ ერთი ინტელექტუალი ქალი კი ამაა, როგორ შეიძლება, ჩემო ძვირფასებო, შენ თავს თქვა, ჩემს ინტელექტს არ აკმაყოფილებს. ესე იგი, ეს სულიერად ავადმყოფობაა უკვე, ჩემო ძვირფასებო და მე მართლმადიდებლობა გეფუცეთ შენ და როცა მიგიღეთ არასოდეს გვიღალატიაო ამას ამბობს ნაღები საქართველოს რუისურნისის კრებაზე. არსენ იყავთველი, რომლის განათლება და რომლის ნიჭიერება იმ დროს სოფლიოში ცნობილი, ჩემო ძვირფასებო. დავით აღმაშენებელი, იმპერატრიცა ბიზანტიის მამიდა და მართა მარიამი იჯდა იმ კრებაზე. გიორგი მეორე მეფე კეისაროსი და გიორგი ჭყონდიდელი და რა ვიცი მე რამდენი რა ხალხი ჩემო ძვირფასებო და ეს ქალბატონი ამბობს ესეც სამარცხვინო რამეს. ხოლოდ ჯერ რას ქვია ჩემი ინტელექტს არ აკმაყოფილებს და ის აკმაყოფილებს 100,000 კაცი ყავ დამწვარი ინკვიზიციას. ესე რო ეთქვა რომ ჩემს ფაშისტურ გამოვლენებს აკმაყოფილებს ის კიდე შეიძლებოდა, მაგრამ ეს რა არის ჩემო? არც აქ იყო, ვერ გაიგო ეთქვა რა არის მართალი და იქაც არ ესმის რა არის და საწავიდა და რა შეაფერა. ეს არის ღალატი სარწმუნოებისა. პანდემიის მერე საერთოდ აღარ მოსულა ეკლესიაში. აი ეს საქმეა. მე იმედი მაქვს რომ ეს ქალი აუცილებლად დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში მე უსურვებ ვილოცებ და მერთმა ქნას ესეთი სამარცხვინო რა არ ვიცი რა არის და ერთი კიდე რამ და ამით დავასრულოთ. ესე იგი საინტერესო კიდე რა არის ჩემო ძვირფასებო. ერთხელ როიმ მეტრეველის სად იყო აღარ მახსოვს, იქ იყო უნივერსიტეტში იყო, როიმ მეტრეველი ლექცია იყო ალბათ ატარებდა, მე იქ ვიყავით მოკლედ და მოусმინეთ, როიმ მეტრეველმა თქვა ესეთი გამოკვლევა მაქვს და დავით აღმაშენებელი აი 16 წლის გამეფდა და ის წლები რა როდის ცოლი მოიყვანა, როდის შვილი ეყოლა, როდის ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთ-ერთზე ემთხვევა პეტრე პირველის ცხოვრებას. გამიგე? ეს პეტრე პირველის რა საინტერესო. არა და პეტრე პირველი შთამომავალი იყო დავით აღმაშენებელზე, იცით თქვენ, ერეკლე ხანის, ერეკლე პირველი მეფის შვილი იყო, ესე იგი პეტრე პირველი. ეს ცნობილია, თვითონ რუსი ისტორიკოსები ამბობენ ამას, მოგისმენიათ ალბათ და რა საინტერესო არა, აი როგორც აბრაამ ლინკოლნი და კენედი ზუსტად ერთნაირი ის ჰქონდა ცხოვრება. გამიგეთ, ზუსტად აი რა დროსაც ის გახდა პრეზიდენტი და ასე შემდეგ რა წლებშიც და ზუსტად რაღაც საოცრება, ხო? ღვთისგანაა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და ერთი ძალიან ხო და კიდე ერთი რამ და ამით დავასრულოთ ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ყავდა აქ სქიმონაზონი პავლე.
საოცარი ადამიანი ჩვენ ამის შესახებ წინა ქადაგებაში ვისაუბრეთ ძალიან ბევრი განკურნა მართლა შემოძვირფას აი ერთი ჩვენ მრევლის მოგიყვებით ახლა რა მოხდა ჩვენ მრევს ერთი ქალბატონია რომელმაც თავის დიშვილები გაზარდა რა და მე მოხდა რაღაცა უთანხმოებები ხო იცი პოლიტიკური იქნება თუ რაღაცა ხო იცი ქართველები და რაღაც არ ელაპარაკებოდნენ ეს დიშვილები რა განაწყენდნენ და ეს ტიროდა ხა რა ვარ ბავშვი ავზდი და მე ის აღარ გელაპარაკებდა ტიროდა სულ ეს პრობლემა ჰქონდა მეტი არაფერი ისინი საზღვარგარეთთან რო ჩამოდიოდნენ არ ნახულობდნენ დეიდას და ტიროდა და ამ პავლეს უთხრა რომ გეხვეწებიო ისაო ილოცოსო ნუ დედა ნინას ვინც უვლის ისე უბნება მე იმასაც ესმოდა ილოცე თორო ეს ბავშვები დამიბრუნდნენო რა ძალიან გთხოვთო ეს გასაჭირი მაქვს ხოლოთო და მოდის ეს ქალბატონი ჩემთან მეორე თუ მესამე დღეს და მეუნება მამაო ირეკება ზარიო გავაღე კარე და ჩემი დიშვილია კარებთან გამიგეთ აი ეს სასწაულიამდე მოხდა ბევრი ყვება როგორ განკურნა რაღაც სხვადასხვა საოცარი იყო ღვთისმადლი იყო დავანებული რა თქმა უნდა ამ ადამიანზე და ერთი რამ მინდა რომ ზოგმა თავი შეიკავა რაღაცნაირად მე მითხრა ერთმა რომ არ ვიცი თუ ვინ იყო რა იყო და ჩვენ გამოვიკვირეთ ახლა ესე კი არ ბრმად კი არ მაგრამ ვინც თავს შეიკავებს იმისთვის რომ თუ ვერ გაარკვევ ახლა ღვთისგანაა თუ რა არის პირიქით ღმერთი ამისთვის დაგაჯილდოებს და გეტყვის მადლობას როგორ ესე იგი შეგაკეთებს ეს სწორია ეს სწორი ესე თუ ჩვენ თქვათ ვეჭობთ რა ხდება ეს ვინ არის რა არის და არ მივარ ეს საკებელია იმიტომ თუ არის მაგრამ ჩვენ ვიცოდით ჯერ მაგრამ არის მეორე აქ თავის ასარიდებელიც არაფერი არ იყო იმიტომ რომ იყო მართლმადიდებელი ბერი მოვიდა მართლმადიდებელი ბერი დაგლოცა და წავიდა ხა აქ რა არის ხა არაფერი არ გვაქვს ისეთი თავდაბლობა თუ გვექნება ჩემო ძვირფასებო მართლმადიდებელი ბერს სათან ესეთ სახელგანთქმულს კი არა მეზოები რო არიან უნდა გახვიდე და რო შეხვდება ახლა აზერებს არა იმიტომ რომ ახლა მუსლიმები არიან იმათ კარგად უნდა მივესალმოთ მაგრამ თუ ქართველი მეზოე უნდა უთხრა პირიქით აქეთ დამლოცე შრომის მოყარეო უნდა უთხრა და მით უმეტეს ახლა ბერი თუ დაგლოცავს რა არის ამაში მიუღებელი და რაღაც მოკლედ ვერ შვები დავით აღმაშენებელზე მინდა სულ ვილაპარაკო ვისაუბრო და ეს ჩვენი დიდებაა ჩემო ძვირფასებო და ესე იგი როგორ განადიდა ქართველები და როგორ აიცრენ ჩვენზე შიში ირგვი ყველა ჩემო ძვირფასებო ქართველები შიში ჰქონდათ ყველა ირგვი იმიტომ რომ ქართველი კაცი ძლიერი კაცი კომუნისტების დროსაც ქართველობა იყო სიძლიერე ეხლაც ზუსტად ეს ქართველი ძლიერია ქართველი კაცი ძლიერია და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ მოდის დავით აღმაშენებლიდან ამ საოცარი კაციდან რომელმაც საოცრებები ჩაიდინა უბრალოდ საოცრებები კიდე ისეთი ამონაწერები მაქვს იქ მემატიანი ამბობს დაწვრილები რომ რა საქმეები გარდა ამ ბრძოლებისა ჩაიდინა სასამართლოს თვითონ იბარებდა დაჩაგრუს თვითონ ესე იგი დაჩაგრუს თვითონ ეფერებოდა სავანტყოფოები ააგო უამრავი სასწაული იყო და მიუხედავად იმისა ქართველები ხო ესეთები ვარ და ნუ რაღაცა ჩვენ აი თქვა გალაქტიონ ტაბიძე რომელიც სოფლიოს წვერვალია პოეზიის ვერ გავიტანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემო ძვირფასებო ბელა ახმადულინამ რო თარგმნა მისი ლექსები ესე იყო რომ მაშინ საბჭოთა კავშირის პოეზია ვისაც უყვარდა იცოდნობდა გალაქტიონი ვერ გავიტანეთ რა შალ ბოდლერი და რა რომ ვინ გინდა ჩამოთვალეთ როგორ შეიძლება გალაქტიონი საოცრება ჩემო ძვირფასებო ვერ გავიტანეთ სოფლიო ასპარეზზე და დავით აღმაშენებელიც რა თქმა უნდა ჩვენ არ ასე თქვა არ ვივარჯიში ამაში რომ სოფლიოსთვის გაგვეცნო მაგრამ იმდენად დიდი პიროვნება რომ თვითონ სოფლიო ისტორია ის ჩაწერა სოფლიოს ყველაზე 10 საუკეთესო ხედავთ თავში
გამიგეთ? და აი ისტორიკ რაღაცა გადაცემა რო არის ისტორიკ თუ რაღაცა არის ხო ტელევიზიაში არის ესეთი გადაცემა ძალიან საინტერესო იქაც კი ითქვა დავით აღმაშენებლის მიერ დიდ გორის ბრძოლა გამარჯვება არ ყოფილა ამნაირი ბრძოლაო ამნაირი ინგლისურად იყო ქართულად თუ რუსულად თარგმნილია ამნაირი ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილაო ჩემო ძვირფასებო რა დიდებული სანახავი იყო ჩვენს შემოსასრულ მოსაკლავად ჩამოსული ეს კოალიცია აი აქ ჩვენ დაძალე აქ რო გამოირბენდნენ ახლა რო 12 საუკუნეში დავატრიალო და ქართველები რომ მოსდევდნენ ამას რა სანახაობა იქნებოდა ჩემო ძვირფასებო მუმლი მუხასაო დავით ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს ეს არის მუხა პატარა კინკლები ციცკნა რაღაცა მილიონობით რომელიც ყოველთვის გვესევა ეს პატარა კოღოები ვერაფერს დააკლებს ამ მუხას და საქართველოს ჩვენთან არის გაგახაროთ დიდი ჯვარს გამოიტანეთ